დღეს კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის დანიშვნის თაობაზე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თუ ყველაფერი კირვალიძის სასიკეთო დასრულდა, ის თავის პოსტს დაიბრუნებს, რაც შეეხება რამდენად დროებითია შალვა ფიფიას მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა. პრემიერი აცხადებს, რომ ის გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული. შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შალვა ფიფიას კანდიდატურა შესთავაზა. თავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ფიფია მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. იქიდან როგორ დასრულდება გამოძიება და რა სიტყვის სასამართლო. გამომდინარე იქიდან იქნება ეს დროებითია თუ მუდმივი. კანონით უნდა დაგვენიშნა, მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება ყოფილიყო უფრო ხანგრძლივად, შესაბამისად ჩვენ დავემორჩილეთ კანონს, მაგრამ რბილი გადასვლა გავაკეთეთ. თუ ყველაფერი დასრულდა კირვალიძისთვის სასიკეთოდ, ესე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ის დაიბრუნებს თავის პოსტს. მეგობრულად. მე სურვილი მაქვს, რომ დასრულდეს ესე.